ვიტამინიც ერთ-ერთი ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ძალიან კარგი ზეგავლენა აქვს კანზე. თავისუფალი რადიკალების, რომელიც ჩვენთვის მავნეა, წარმოშობას უშლის ხელს, უნარჩუნებს კანს, ბუნებრივ სხივს, პიგმენტაციისგან იცავს. ამიტომ C ვიტამინი, მზისგან დამცავი და რეტინოლი ითვლება სამ ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად ანტიასაკობრივ მოვლაში. ჩემთვისაც კარგია, ჩემი ტიპის კანისთვის? კი, თუ ალერგია არ არის C ვიტამინზე, მაშინ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს. და D ვიტამინიც უნდა ესე რეტინოლივით ნელ-ნელა შეიტანო, თუ ის უფრო C ვიტამინი მსუბუქია. მსუბუქია, როგორც წესი, არ იცის კანზე აგრესიული გაღიზიანება, მაგრამ ორივეს ერთდროულად დაწყება არ შეიძლება. ჯერ ერთ ინგრედიენტს უნდა მიაჩვიოს ჩვენი კანი, შემდეგ უკვე შეგვიძლია მეორედ ჩავთოთ, როცა დავწუნდებით, რომ ჩვენმა კანმა ის წარმატებით მიიღო. აი რას ვამბობდი, თქვა დღეიდან დავიწყეთ C ვიტამინის და რეტინოლის გამოყენება, თქვა ჯერ C ვიტამინი, შემდეგ რეტინოლი ჩავთეთ. ვაუ, ეფექტს ვერ მივიღებთ 1, 2 და თუნდაც 5 თვეში. ამას აქვს ძალიან გრძელი ვადით და ხანგრძლივი დრო სჭირდება, რომ მისი მოქმედება გამოჩნდეს კანის ზედაპირზე, მაგრამ დღეიდან 5 წელი რო გადავახვიოთ, კანი ბევრად უფრო შენარჩუნებული იქნება სტრუქტურულად, ვიდრე რო არ დაგვეწყო, რაც დაგხვდებოდა 5 წლის შემდეგ.